მინდოდა 7 ოქროს медали, მინდოდა ყველა წარმატება, რაც კი შეიძლებოდა. რახუნი იწევს. ჯობია მე ვიყო ბუა და თვითონ იყვნენ მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი. ის რომ ორი ამხელა ბუმბერაზის სპორტსმენი მიდგა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, როცა გემღერება ადამიანს აუცილებლად უნდა იმღერო და მე ამ ევროპის ჩემპიონატზე რა თქმა უნდა მიმღერებოდა და ვიმღერე კიდევაც. ფაქტიურად ადო გრიგალაშვილს წუნი არსად არ აქვს. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი იქნება რაინდების გუნდი ეწოდოს ქართული ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს. ტრამვა სერიოზულია, მაგრამ არც ისე სერიოზული, რომ რამე მის კარიერას საფრთხეს უქმნის. პირველი ქალია, რომელმაც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ილიას მოსაწონი იარაღს ვერ ავიტანთ ფორტეპიანოს იქ. თაში და მინდორში ვერ გავიტანთ. ილია ისე უკრავს, რომ იქ რო დაუკრას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ სამწვრთნელო კარიერაში ამას ამოუხსნი. აი ჰაჯიმე მაშინ დავიწყოთ. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ჯუდო ჭანუსთან ჩვენი მორიგი ეპიზოდი. წარმოგიდგენთ იცით ლიდერ სპორტი, დასრულდა ძალიან ემოციური, ძალიან მაგარი, ისტორიული ხო, ევროპის ჩემპიონატი. ქონია ჩვენ 7 медали, მეტიც შეიძლება სხვა წლების ევროპის ჩემპიონატებზე, თუმცა აი ოქროს медалების რაოდენობით ეს ევროპის ჩემპიონატი არის ისტორიული და ყოველთვის იმახსოვრება გულშემატკივარს, რაც არის ფაქტები, იმაზე ვისაუბროთ, ისტორიული შედეგი, 4 ევროპის ჩემპიონი, ასევე 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, ვიცით გულშემატკივარმა, ევროპის ჩემპიონები გახდნენ ქალთა შორის ეთერლი პარტელიანი, ხოლო ვაჟებში ლაშა ჩავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი, ვერცხლის პრიზიორები იცით გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი და ბრინჯაოს პრიზიორი ილია სულამანიძე. რა თქმა უნდა, გადავიდა ეს რთულის ესეთი ემოციური დღეები და დღეს მეგობრებო ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი. ლაშა, გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა რომ მოხვედი, გამონახე დრო, ესეთი რთული დღეები გადავიდა, მაგრამ ალბათ ეს ემოციური დატვირთვა გრძელდება. თუმცა იცი როგორ არის, ალბათ რაღაც პირველმა ესეთმა ემოციურმა ფონმა ჩაიარა და ეხლა უფრო საინტერესო იქნება თქვენი შეფასება. კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის. როგორ ხართ, როგორი? მოგესალმები, ჭანო, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა თქვენ და ხო, რაც შეეხება მომხდარს, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით სპორტულად შეფასება, რომ თქვათ სპორტულად იმ პროგრამა მინიმუმის შესრულება, რომელიც სპორტულად ესე შეიძლება ითქვას, რომ შთამბეჭდავი იყო. რაც შეეხება პირადად მე, რა თქმა უნდა, მინდოდა 7 ოქროს медали, მინდოდა ყველა წარმატება, რაც კი შეიძლებოდა, ლოგიკურად რომ მომხდარიყო და შესაძლებლობა ამისი ყველანაირი არსებობდა. თუმცა სპორტია და ხანდახან ჩვენი შესაძლებლობები ჩვენ სურვილებს არ ემთხვევა და ეს ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი რაც მე სპორტში ვერ გამიგია, ეს რატო ხდება და ეს ამ ყველაფერს ვერ უყრითავს ერთად. რომ მთელი მოსავალი ერთდროულად ავიღო. აი ეს ვერ დავაკავშირე და ეს როგორ უნდა მოხდეს აი ამის ძიებაში ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ სამწვრთნელო კარიერაში ამას ამოუხსნი. ხო, ესე იგი ეს ამოცანა იცი როგორი მომენტია, ალბათ აი ჩვენი ნაკრების დონე უკვე ისეთ დონეზე არის მისული, რომ თითოეული ჩემპიონატიდან, სოფლიო და ევროპაზეა საუბარი ხო და ოლიმპიური თამაშებიც, რომ გულშემატკივარის თქვენი გუნდისგან ელის რეკორდები რო დამყარდეს, ხო, რაღაცა ამ დონეზე ვართ უკვე გადასულები, ხო, ალბათ ასე არის, რომ თქვათ აი სიტყვაზე 4 ოქრო ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, თქვათ 2 ჩემპიონი, ან 3, ან მეტი ოლიმპიადაზე უკვე ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ისეთ შედეგთან, როგორიც არის ერთ ოლიმპიადაზე 2 ოლიმპიური ჩემპიონი, რაც
აქამდე ფაქტობრივად არ ყოფილა ხო. ანუ იმის თქმა სურს, რომ გუნდი თითოეულ ტურნირზე, დიდ ტურნირებზე საუბარი დებს რეკორდებს. ხო, აი ამაზეა საუბარი და ის რაც ახსენე, მოსავლის აღება მთლიანად ნიშნავს იმას, რომ ეს კიდევ უფრო, ანუ კიდევ ერთი ახალი რეკორდი იქნება. ხო, ანუ რეკორდების დამყარებელი გუნდის მთავარი მწვრთნელი ხართ თქვენ. ესე გამოდის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩვენ ეს ყველაფერი გააზრებულად შევქმნით, რაშიც რა თქმა უნდა ღმერთის წყალობა დიდი იყო და ეს ჩვენ შევძელით და შეგვაძლებინა ამ წყალობამ, რომ დაგვენერგა ეს ტენდენცია, რომ რეკორდები იყო და ტიტულების მოპოვება იყო აქ ჩვენთვის მთავარი მიზანი და სპორტსმენებისთვის იშთაგონება ყოფილიყო, რომ ვინ იქნებოდა საბოლოო ჯამში საუკეთესო ქართული ძიუდოს ისტორიაში და დღეს ეს ტენდენცია ნამდვილად არსებობს, რასაც მივესალმები და მომწონს ეს დამოკიდებულება, რომ თითოეული გუნდის წევრი ცდილობს იმას, რომ თავისი კვალი დატოვოს ძიუდოში, ისეთი, რომელიც მაგალითად სხვას არ გაუკეთებია. ეს მეტნაკლებად გამოსდით, მაგრამ ჯერ კიდევ კარიერა წინ არის და თუ ამ თაობიდან მე მგონია, რომ გრძელდება კიდე ეს ისეთი პროცესია, რომ ჯობზე ჯობი არ ილევა, მაგრამ ეს ის თაობაა და ეს ის ძიუდოისტები არიან, რომლებმაც ამ წუთისთვის ქართულ ძიუდოში ყველაზე ხმამაღალი სიტყვები თქვეს. უგულისხმობ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს და უგულისხმობ სამგზის მსოფლიო ჩემპიონს. ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, შავდათუაშვილი, რა თქმა უნდა, თავისი ოლიმპიური მედლებით, ყველა თითოეული მათგანი ძალიან გამორჩეულები არიან და პლუს ამას მსოფლიო ჩემპიონობა, ევროპის ჩემპიონობა, ევროპული თამაშების ჩემპიონობა შერეულ გუნდით, ეს უკვე ამ გუნდის ძალიან დიდ სიდიადეს უსვამს ხას და ფაქტიურად შეუდარებლები არიან. კი, რა თქმა უნდა, ეხლა თან როგორი სახელებია, ხო, ეხლა გუნდს რო გადავალოთ თვალი, ну რაღაც უნიკალურ ყველა არის ევროპის ჩემპიონი, რა თქმა უნდა, ყველაზე ესეთი შკალა რაც არის, ხო, დაუშვათ. თითქმის ყველა მსოფლიო ჩემპიონია. კი. უმეტესობა, მაგალითად, სარდალაშვილი 60 კილოგრამში მსოფლიო ჩემპიონი ყავდა ევროპაზე წარმოდგენილი. 66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი. ვერცხლი. 73-ში, შავიზე ყველამ კარგად ვიცით და ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო, ევროპა, პლუს ამას ოლიმპიური ვერცხლი და ოლიმპიური ბრინჯაო. 91 კილოგრამში. ხო, მის ასაკში ლაშამ ადრეული ასაკიდან დაიწყო ამ ტიტულების მოგროვება და დღესაც სასიხარულო ის ფაქტია, რომ ესეთ ასაკში 34 წლის კაცი ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა და როგორც მაგალითად შედეგს და წარმატებას მოწყურებული ისე იბრძოდა შეუპოვრად ტატამზე და ეს კიდევ ცალკე აღებული წარმატება და ცალკე აღებული სიდიადეა მისი, თუ როგორ შეუძლია მან თავგანწირვას მიაღწიოს იმ საქმეში, რომელსაც ემსახურება კეთილად, ალალად და პატიოსნად. ტატო გრიგალაშვილიც ეს ის ფენომენია, რომელიც რეკორდსმენია, სამგზის მსოფლიო ჩემპიონია, სამგზის ევროპის ჩემპიონია და მის სიდიადეს ამ ტიტულებთან ერთად და მის სიძლიერეს ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ 6 წლის განმავლობაში ის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. 5 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია და ამას ძალიან დიდი შესაძლებლობა უნდა, როგორც სპორტსმენს, როგორც პიროვნებას, ამას ატანა უნდა, ზიდვა უნდა, ამისთვის მობილიზება უნდა შეგეძლოს ადამიანს და მას ეს ყველაფერი რაღაცა ისე ძალიან მაგრად გამოსდის და ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო არის ამ ყველაფრის ფონზე. რაც შეეხება 90 კილოგრამში ლაშა ბექაური, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ახლა ამაზე უკვე ამ შედეგზე უკვე ზედმეტია საუბარი, მის სიდიადეზეც და ის ფაქტი, რომ 90 კილოგრამი ჩვენია, 90 კილოგრამში გუნდში ყავს მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე და ყავს 90 კილოგრამში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ეს ნამდვილად ჩვენი წონაა. მართლაც ესეთი თვალსაჩინო მარგალიტები ყავს. ყველა წონაში განსაკუთრებით ამ წონით კატეგორიაში, სადაც 2 ყავს ესეთი.
100 კილოგრამში ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო მედალისტი რამოდენიმეჯერ და ესეც ილიას ჯერ კიდევ ხანგრძლივი კარიერა აქვს და მე დარწმუნებული ვარ სულ მალე ამ წელს უკვე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ილიაზეც როგორც მსოფლიოს ჩემპიონზე ისე და როგორც დიდ ჩემპიონზე. რაც შეეხება მძიმე წონას, გურამ თუშიშვილიც მსგავსად ყველას იმ მსოფლიოს ჩემპიონია, ევროპის რამოდენიმე გზის ჩემპიონია, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი და ამ ბიჭების ახლა რეგალიები და ტიტულებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიტანს ჭანო და მოდი ჩვენს ამბებს მივხედოთ და დავიწყოთ. ძალიან შორს, კი, ძალიან შორს წაგვიტანს და თან რა სწორია, ახლა ქალთა ჯუდოშიც ისეთი გოგონა ყავს უკვე ეთერლი პარტელიანი რომელიც გამორჩეული ნამდვილად თავისი ბრძოლის უნარით, მაგრამ ეთოს ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა სასიხარულო ფაქტია რომ პირველი ქალია რომელმაც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა საქართველოსდან გულისხმობ ქართულ ძიუდოში და ყველანი აი ამ დიად ფაქტს მიუყვებით და აქედან გამომდინარე ვაფასებთ ეთოს როგორც სპორტსმენს, მაგრამ ეთოს აქვს თავისი ძალიან ძლიერი მხარეები, რომელიც რა თქმა უნდა სპორტში ტიტულით ისაზღვრება, მაგრამ ეთოს პირადად უნდა იცნობდეს ადამიანი, მის გაწეულ გარჯას შრომას უნდა ხედავდეს, რომ ეთერლი პარტელიანის ეს წარმატება იცოდეს საიდან მოდის, ეთო არის შეუპოვარი გოგო, ძალიან ბევრს შრომობს, ფაქტიურად ის თავისი დამოკიდებულებით სპორტთან არის მისაბაძი და ძალიან როგორ ვთქვა, ის სიტყვები არ მყოფნის, ჭანო პროფესიონალია რა. პროფესიონალია ამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მასაც თავი გაწირული აქვს. ხო, ალბათ მსგავსად ლაშა შავდათუაშვილს, ისე პროფესიონალურად და ისე მკაცრად უდგება თავის სპორტულ კარიერას. კი, აი ეს ალბათ თავგანწირვა შენ ადრეც გითქვამს ინტერვიუებშიც და აი მაგას ჩავეჭიდე ერთი-ორჯერ რომ ყოველთვის ამბობ იმას რომ თავი თუ არ გაწირე, არ ვთქვი მოდი ძიუდოზე ვილაპარაკოთ, ხო ეხა სხვა ამბებში ალბათ ესე არის თავგანწირვა აუცილებელია სპორტში მით უმეტეს, მაგრამ განსაკუთრებით ტატამიზე ძიუდოში და თავგანწირვა არის ძალიან დიდი ფაქტორი, ხო აი რომ შენი საკუთარი თავი უნდა მიუძღვნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. აი მაგალითად მე შემიძლია და ყოველთვის ამას ვიძახი და ბიჭებთანაც არაერთხელ მithქვამს თითოეული ჩვენგანის მოვლენა დაკავშირებული არის ამ ქვეყანაზე თავგანწირვასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ესეც ცნობის დონეზე, რომ დედას ისეთი სირთულეები უდგას შვილის მოვლენის პერიოდში, როგორიც მაგალითად ეს მე არც სურვილი მაქვს და არც მინდა ვიგრძნო როდესმე, მაგრამ იძახიან, რომ დედა განიცდის ძალიან დიდ ტკივილს. მაგრამ დედას მოტივაციას აძლევს ის, რომ თავგანწირვამდე მიყავს დედა იმას, რომ იცის, რომ მან დაიბადება წარმატება, დაიბადება მისთვის სიყვარული, სიხარული, ბედნიერება და თავგანწირვა აძლევს ამ ყველაფრისთვის იმ საშუალებას, რომ დედამ ამ მომენტს დაელოდოს. იგივე პროცესი არის ძიუდოშიც, რომ თითოეული სპორტსმენი, როცა ტატამზე გადის, უნდა იშვას წარმატება, ესე მარტივად არ მოვა. და თუ თავგანწირული არ ხარ, იქ დავიღალე, იქ ხელი მეტკინა, ფეხი მეტკინა, მიტევს, არ მიტევს თავგანწირვით ხდება ეს ყველაფერი და თავგანწირვა ჭირდება იმას, რომ დაბადო სიკეთე, დაბადო წარმატება, დაბადო სიყვარული და მე ვფიქრობ, რომ ამის გარეშე არაფერი არ გამოდის, იმიტომ ხშირად ვახსენებ, რომ თავგანწირვა არის მთავარი და თავგანწირულ ადამიანს მე ვფიქრობ, რომ წინ ვერაფერი ვერ დაუდგება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი იგივე დამოკიდებულებით, როცა თუ გარბი ხარ პირობითად 10 კმ/სთ-ში, თუ მოგზდევს ძაღლი, თავს გაწირავ და გაიქცევი 100-ით. ხო და არ გვინდა ეს ძაღლის გამოკიდება, გავიაზროთ, რომ წარმატება როგორც შენ სპორტსმენს გჭირდება, როგორც შენ მოქალაქეს, როგორც შენ ქართველს, იმიტომ რომ განებიურებულები არ ვართ. ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებები და დღეს ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად გჭირდება სადღაც ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება, რომ დავანახოთ ქვეყანაში, რომ ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და ჩვენ რომ ძალიან ბევრ წამყვან ქვეყანას, რომელიც შეიძლება და წარმოდგენა გქონდეს, რომ ჩვენზე ძლიერები ან ჩვენზე ნიჭიერები არიან და იმ ადამიანებს ოპტიმიზმის საფუძველი და საშუალება რომ დაუბრუნოთ, ეს ის ფაქტებია, რის გამოც მე მათ გმირებად ვაფასებ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უბრუნებენ რწმენას, მათ შორის მეც რომ
ჩვენ არ ამს თუ ყველაზე ძლიერები ვართ, არამედ ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ნიჭიერები ვართ, იმიტომ რომ ფაქტიურად არაფრიდან ვაკეთებთ ამ ყველაფერს. კი ბატონო, თან აი კიდე ხშირად არის ხოლმე, რომ ბევრსაც უთქვამთ უცხოელებსაც რა, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდანაც, რომ ქართველებმა ყოველთვის იციან რისთვის იბრძვიან. ანუ აი ძიუდოა სპორტია, ხო, შეიძლება ფიზიკურად უფრო ძლიერი იყოს ჩვენზე მაგალითად ისე ვამბობ, ხო, შეიძლება რაღაცით უკეთესი იყოს, მაგრამ აი ის კომპონენტი, რომელიც არის, რომ ქართველებმა ყოველთვის იციან რისთვის იბრძვიან და რას ნიშნავს მათთვის ეს გამარჯვება, ალბათ კიდევ რაღაც დამატებითი мотивация არის, ხო, ჩვენთვის ბიჭებისთვის. რა თქმა უნდა, მე მაგის იმედი მქონდა ხა ევროპის ჩემპიონატზე, რომ ის ჯიუტი ხასიათი, რომელიც გვაქვს ჩვენ ქართველებს, მაგალითად შესაძლოა რომ ვთქვათ, რომ ამ გუნდს ძალიან ბევრი მედალი წამოუღია სხვა ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა. და რახან სხვა ქვეყნიდან წამოგიღია, ესე იგი ძალა გაგაჩნია წამოღების. და წარმოიდგინეთ საქართველოში რო ეს მედლები იყო, აქ იყო უკვე სახში, აქედან ვინმეზე გატნევა, რამდენად უფრო მარტივად არ შეგვიძლია და რამდენად მარტივად შეგვიძლია რომ არ გავატანოთ. და ეს მე ვფიქრობ, რომ ის გენეტიკური თავგანწირვის მიღწევა, რომელიც ქართველ კაცს შეუძლია და ნებისმიერ ქართველში რო გმირი ცხოვრობს, ეს აუცილებლად გაიღვიძებდა თბილისის ევროპის ჩემპიონატზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ზომიერად გაიღვიძა. რომ არა ის პატარ-პატარა ნიუანსები, რითაც გულდაწყვეტილი დავრჩი, გულისხმობ იმ სპორტსმენებს, რომლებიც უმედლოდ დარჩნენ, ესენი არიან მიხეილ ბახბახაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა ბექაური და აი ამ სპორტსმენებიდან, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სენსაცია მედლების აღება. და პლუს ამას ის სინჯები, გიორგი სარდალაშვილის ვერცხლი, ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის ბრინჯაო ვფიქრობ, რომ ხარისხით როგორც მინიმუმ გიორგის და ტატოს ორივეს შეეძლო ხარისხით უკეთესი ყოფილიყო სინჯი და რა თქმა უნდა ილიას ბრინჯაოზე უკეთესი ვარიანტები ქონდა, იმიტომ რომ ოქრო და ვერცხლიც არსებობს მაგ ტურნირზე და ეს მაინც და მაინც ბრინჯაოს მაგრამ ესეც სპორტია რა, რაღაც ისეთი მომენტი, მაგრამ ილია ჩემპიონია. ყველაფერი კარგად იქნება. კი, რა თქმა უნდა, თუმეტეს გულშემატკივარს ну სხვანაირად არ შეიძლება იყოს, ყოველთვის აქვს რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი, როცა ერთი კურიოზი გამახსენდა, ჯანო, დავით ხევხიშვილმა აიღო ერთადერთმა საქართველოს ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი. ერთი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა და ისიც დათომ აიღო და ჩავედით დათოსთან დათოს მამა შევხვდა სახში და დათოს ახლა ყველა ულოცავს ბრინჯაოს მედალს, ერთადერთმა კაცმა აიღო ბრინჯაოს მედალი და ალიკაძია ეუბნება დათოს რა იყო შვილოს, მან სხვა მედლები არ იყო, იმას ბრინჯაოს რო ეციო? უკმაყოფილო იყო, რომ ბრინჯაოს გარდა კიდე იყო სხვა მედლები, ესეთი კურიოზი გამახსენდა, ეხლა უცბად. ხო, კი, ну ეს კაი ქრისტინანდელი ამბავი იქნება, შეიძლება 20 და ცოტა მეტიც. 2000-იანების დასაწყის ის პერიოდი იქნებოდა. 2003 ან 2004 წელი, 2004 წელი. 3-4 ხო. სანამ ნუ მერე იქ ზაზა კედელაშვილის ეს პერიოდი დაიწყო, ხო, ზედიზე მგონი სამჯერ გახდა ზაზა და თუ სხვადასხვა წონაში იყვნენ. ზოგადად რო ჩემპიონატზე მედლების კი წონები კი 66 ეგრე იყო, თითოეულა ტალანტებზე იყო დამოკიდებული, ესე მასიურად გუნდი სტაბილური ვერ იყო სამწუხაროდ, თუმცა პოტენციალი დიდი იყო. მაგრამ არა უშავს დღეს უკვე სტაბილური გუნდი. რა თქმა უნდა, კი ბატონო და აი მოდი გულშემატკივარი ცოტა შორის მე მოკვირდებოდი ხოლმე, ну მაინც ესე ხდება ხოლმე, როცა ვთქვათ 90 და 100, ну არა 90 და 91 დაემთხვა ეხა, ხო? ანუ ევროპაზე არის 4 დღე ხოლმე, ხო? გრან-სლემი 3 დღეა, მსოფლიო 8 დღეა, ოლიმპიადა 8 დღეა და ყველაზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა მაინც მეგონი 18 აპრილს. 18-ში კი ბატონო. როდესაც აი უყურებ ხა მე ძველი კარატე გასვამება შენც რა თქმა უნდა ძველი სასახლე სპორტის იქ თითქოს უფრო ჩანდა ბევრი ხალხი სუდადიოდა რა ანუ ის თქვა მსურს რომ 18-ში რო უყურებდი ტრიბუნებს აი ვამბობდი რომ კი აი ეს გულშემატკივარის ეს რაოდენობა არის მაგარი ანუ უფრო მეტიც შეიძლებოდა ალბათ ანუ რის თქვა მსურს რომ გულშემატკივრის მხრიდან თქვენი მხარდაჭერა ზე რა სიტყვია ამ შემთხვევაში ახლა თბილისში იყო ნუ პირველ დღეს არ იყო თქვა ისეთი დიდი მაჟიტოჟი მაგრამ 18-ში და მე 19-შიც
ძიუდოზე მოვიდა ის იმდენი გულშემატკივარი, რასაც ელოდებოდით თუ აი ამაზე რა სიტყვი რა. ჯანო, როგორი ამბავია ეს, რა თქმა უნდა, ეს გუნდი პირველ რიგში მოდი აქედან დავიწყოთ, რომ გუნდის თითოეული წევრი გულწრფელად ვამბობ იმსახურებს სრულ ანშლაგს დარბაზში. კი ბატონო. თითოეული წევრი. მაგრამ მე მესმის ამას კრიტიკის თვალსაზრისით არ ვამბობ, მე მესმის ის გარემო ფაქტორები, რაც იწვევს ამ ფაქტს. ეს არის პირველი ის, რომ ადამიანებისთვის ახალი სპორტის სასახლე ლოკაცია ცოტა ისეთია. ხო, კი. ლოკაცია მისასვლელი, მეორე ის, რომ სამუშაო დღეებში ძნელი ადამიანები მუშაობენ, ოჯახებს ინახავენ, დამოკიდებული არიან სამსახურზე, რთულია მოსვლა და მთავარი ფაქტორი ის, რომ იმ დროს, როცა ჩვენ გვახსოვს თბილისის სპორტის სასახლე სრული ანშლაგი, ნაკლებად მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც კი ეს იყო ის ფაქტი, რომ მაშინ არ იყო ესე განვითარებული სოციალური ქსელები, არ იყო ის საშუალებები, რომ ესე ტელევიზიით ან რამე სოციალური ქსელით თვალყური ედევნებინათ ევროპის ჩემპიონატისთვის, მაგრამ დღეს ადამიანები არ ატანენ იმდენად თავს ძალას, იმიტომ რომ იციან, რომ ამ ასპარეზებს მაინც ნახავენ, მაგალითად ჩართავენ ტელეფონში და უყურებენ. ამან რა თქმა უნდა გულშემატკივრის აქტივობა დარბაზში მოსვლის შეამცირა, მაგრამ ეს გულშემატკივარი ჩვენი გულშემატკივარია, რომელიც ყოველდღიურად გამოხატავს იმ პატივისცემას და მადლიერებას, რომელსაც ქართული ძიუდო აღწევს. რა თქმა უნდა, მათ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დარბაზში მადლობა, აი რა თქმა ისეთი უნდა. ემოციური ფონი ძალიან ისეთი იყო, ნუ ბევრი ფაქტორის გამო, რა თქმა უნდა, ემოციური ფონი დიდი იყო. მაგრამ უმჯობესია მე თუ რაღაცა მესიჯის სახით თუ შეიძლება რომ ესეთი კომენტარი გავაკეთო ამ საკითხზე, რომ გავიჭიროთ და ცოტა ხანი შევეშვათ, როცა ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, როცა ესე სრულყოფილად საქართველოს ეროვნული ნაკრები იღებს რაღაც ტურნირში მონაწილეობას, ვფიქრობ, რომ იმიტომ არა, რომ თქვენთვის ან ვინმეს იმ ბიჭებს ეს სჭირდებათ. და თქვენი როლით, გულშემატკივრის როლით ის ბიჭები თუნდაც ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან ყოველთვის და ამისთვის შეიძლება რომ რაღაცა დრო გამოუნახოთ და დავაფასოთ ეს გმირები, რომლებიც იქ ასპარეზობენ და იბრძვიან თავიანთი სურვილებისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის და იმისთვის, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაერთიანებს ძიუდოს სიყვარული. კი ბატონო, კი და ნუ რა თქმა უნდა, მადლობა ყველას, ხო, ვინც აი დილიდან საღამოთან ძიუდო ისეთია ხა, ხო, ახლა ვინც ფეხბურთზე მიდის ან რაგბიზე, მოდი ისე რო ვთქვათ, რა კალათბურთზე ისიც რო ის ვთქვათ 2-3 საათია და იმ 2-3 საათში ხდება მთელი ემოციების დახარჯვა და აქ ისე არის რომ დილიდან იწყება, ნუ თავისებური, იმიტომ რომ ესეთი სპორტი გვაქვს რა, ესეთი თემები. თუმცა ყველას მადლობა რა თქმა უნდა და აი ფინალური ბლოკი შეიძლება რომ მოვიდეთ და დავიხარჯოთ. თუმცა აი განსაკუთრებით აი რა, ნუ იყო ორი დღე ბოლოს და მანამდეც რომ ფინალური ბლოკი, ნუ კარგად სავსე იყო, როცა სავსე არის დარბაზი. ტელევიზიითაც ძალიან ეფექტურია როცა უყურებ. მე თავიდან ვუყურებდი ხოლმე რა, იქ რთული ალბათ შეიძლება ასე ხარ თავადაც რომ სახლშიც ვუყურებ ხოლმე მე რა ტელევიზიით როგორ ჩანს თქვა კადრები და როცა სავსეა ტრიბუნები ძალიან კიდევ უფრო ლამაზი სანახავი ხდება ძიუდო რა. რა თქმა უნდა ეგრეა რა, ეფექტურია და მაგარია რომ ამ ხელა აუდიტორია და ძიუდოს ნამდვილად ყავს გულშემატკივარი საქართველოში და მithumets ესეთ მაღალი რანგის ტურნირების შემდეგ მე მგონია რომ მაინც ერთხელურად იმატებს. ეხლა წინ ჩვენ კიდე მოვიპოვეთ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მომავალ წელს, საუბარია თუ არ ვწდები 2028-ში გუნდური ევროპის ჩატარებაზე და ის კიდე ცალკე ხო უბრალოდ არის დასაზუსტებელი როდის იქნება, იმიტომ რომ ოლიმპიური თამაშების მერე ვფიქრობ რომ უფრო საინტერესო იქნება და ეგეთ დეტალები და ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ესეთი შემოთავაზებები ნამდვილად და რეალურად დაიმსახურა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობებმა იმ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებამ, რომელიც საქართველოში ამ დონეზე ტარდება და ის ფაქტი, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიდგომებს და მის მიღწევებს განსაზღვრავს. გუნდი წარმატებულია, ფედერაცია მუშაობს, საორგანიზაციო საკითხები ყველაფერი მოგვარებულია და პლუს ამას საერთაშორისო დონეზე ჯანსაღი და გამართული ურთიერთობები და ამან მოიტანა ეს ყველაფერი შემოთავაზებაც პლუს ამას კიდევ დაემატა რომ
მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ჩვენთან აუცილებლად კი და ეს ნამდვილად მერწმუნეთ რომ ეს არის წარმატება, თან ძალიან დიდი წარმატება. კი ბატონო, ამდენი წელი გრან-პრი, მანამდე თბილისის ტურნირი, რომელსაც თავისთან დიდი ისტორია აქვს, 70-იან წლებიდან იწყება და შემდეგ გრან-სლემი, ახლა საკმაოდ მაღალი დონის ტურნირი რეიტინგი აქვს ჩვენ ტურნირს, არის გრან-სლემი, მოგეხსენებათ შეიძლებოდა მაგალითისთვის დაეტოვებინათ თბილისის ტურნირი და ყოფილიყო ევროპის თასი ან გრან-პრი. მაგრამ არც გრან-პრია, არც ევროპის თასია და არც რამე ისეთი ღია ოფენი შეჯიბრება და არის სტატუსი აქვს ძალიან საკმაოდ ისეთი ძლიერი, რომელიც ვფიქრობ, რომ მართლა განსაზღვრავს ჩვენს სიძლიერეს ძიუდოში ავტორიტეტს. აქედან გამომდინარე დაგვიტოვეს და დაარქვეს მას გრან-სლემი. კი ბატონო და აი რაც აღნიშნეთ მსოფლიო ჩემპიონატი თავად მარიუს ვიზერმა განაცხადა გახსნის ცერემონიაზე თქვა რომ ნუ იქ ხელი უნდა მოეწეროს რა არის რაღაცა ბიუროკრატიული ასე თქვა ხო ნაბიჯები თუმცა თავარი არის რომ ეს სიტყვა გაჟღერდა უმაღლეს დონეზე გახსნის ცერემონიაზე რომ 2029 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რომელიც ძალიან დიდი გამოწვევა არის ჩვენთვის ამ თაობისთვის და რაღაცნაირად აი კარგია რომ კიდევ რამდენი რამე ალბათ გაკეთდება ბევრი მიმართულებით ამ მსოფლიო ჩემპიონატს რომ შევხვდეთ ძალიან მაგარ მომზადებულები ყველა კუთხით ხო თქვენი მიმართულებით ნაკრებ ფედერაცია თავისი მიმართულებით გულშემატკივარი თავის მიმართულებით ნუ ასე შემდეგ ხო ყველა თავის მიმართულებით და ასე რომ ძალიან მაგარია რომ ზოგადად თქვა აი განვითარების ეს ტემპი წინ და წინ მიდის ხო აი ნაკრები არასდროს და ფედერაცია თქვენ არასდროს მოყოფილდებით რაღაც ერთი მიღწეული შედეგით და ყოველთვის წინ და წინ სპორტიც ეს არის ხო წინ როცა იცი რომ გაქვს ამ ხელა ამბავი ძალიან მაგარი თემა არის კი ბატონო ხო ლაშა იცი რა მინდოდა კიდე აი ლაშა ბექაური ვახსენეთ რამდენჯერმე გულშემატკივარს ალბათ ძალიან აინტერესებს რა ეხა რა სიტუაცია არის მე მგონი არის ხო გამოიკვეთა მის მიმართულებით ზუსტად აი რა გამოკვეთილია ტრავმის მიღებული კუნთოვანი ქსოვილი აქვს დაზიანებული მაგრამ არ არის ისეთი კატასტროფული თუმცა საყურადღებო არის ექიმები ჩართულები არიან მაქსიმალურად ეხა მიდის რა ფორმით რა მიმართულებით იმკურნალებს რა ფორმით უმკურნალებენ ამაზე მიდის მსჯელობა ტრამვა სერიოზულია, მაგრამ არც ისე სერიოზული, რომ რამე მის კარიერას საფრთხეს უქმნიდეს. აქ არის უბრალოდ ერთადერთი ამოცანა ის, რომ ლაშა ბექაური იყოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად. რა თქმა უნდა, დროში ვეტევით, უბრალოდ აქ არის მზადების პროცესში, რომ არ ჩამოვრჩეთ ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ, რომ ისეთი მებრძოლი, როგორიც ლაშა ბექაურია, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მდგომარეობიდან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ მას ყველაფრის ატანა, მოთმენა და გადატანა შეუძლია იქიდან გამომდინარე რომ მას მხრის 80% მოტეხილი ქონდა ისე იასპარეზა მთელი ოლიმპიური თამაშები და როცა ერთხელ გაქვს გაკეთებული მეორჯერაც მარტივად შეიძლება გააკეთა. კი, რა თქმა უნდა და ამიტომ ეს პატარ-პატარა ტრამვები მისთვის ხელშემშლელი არ იქნება მე ამის მწამს და მჯერა. თან დრო არის, ხა უთხრათ გულშემატკივარ, სოფლიო ჩემპიონატი იქნება 11 ოქტომბერს ბაქოში, აზერბაიჯანში. ხო და იქამდე კაი ბევრი დრო არ არის, მაგრამ ნუ ალბათ საკმარისი დრო არის, რომ ლაშამ აღიდგინოს, ხო, ეს თავის ტრამვა და შეხვდეს იდეალურ ფორმაში, როგორშიც ის ყოველთვის არის ხოლმე ტურნირებზე. იმიტომ რომ მისგან მაინც გულშემატკივარი რაღაც განსაკუთრებულს ელის, იმიტომ რომ ის ასეთია. არა, რეალურად ეგეთია. ეგეთია, უბრალოდ ეს ხა ამ ევროპის ჩემპიონატზე არ წავიდა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. ტრამვა მიიღო მეორე შეხვედრაში და ფაქტიურად ტრამვირებული ხელით გააგრძელა ასპარეზი. კი ბატონო და ტრამვირებულმა შეძლო ის რომ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა შემდეგ ნახევარფინალი დაუთმეთ და უკვე მე ფინალურ ბლოკში რომ არა ეს ფაქტი ფინალური ბლოკის შესვენებას გულისხმობ ის გახურებული კუნთი მეტტკივილი ინდონეზია იყო ფაქტიურად ფინალურ ბლოკში რომ გავჩერდით 2 საათის განმავლობაში შესაბამისად ეს გახურებაც გავიდა უფრო გამოიკვეთა მეტი გემატომა წავიდა ტკივილმაც მოიმატა და ფაქტიურად ამან განაპირობა ის რომ უმედლოდ დავრჩით თორე მე დარწმუნებული ვარ რომ გაგრძელებულიყო ეს ტრამვა არ იქნებოდა მისთვის ხელშემშლელი.
კი ბატონო. მოდი აი ფინალებზე მაინც კითხავ, იმიტომ რომ სამივე ფინალი შეიძლება და ყოფილიყო ქართული ფინალიც, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი იქნებოდა ყოფილა. ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძის ქართული ფინალი არაერთხელ გვინახავს, მათ შორის თბილისის გრან სლემზეც, მათ შორის მასტერსზეც და რაც ყველაზე თავარია, მსოფლიო ჩემპიონატზე, ხო? ესეთი განსაკუთრებული მომენტები და ქართული ფინალი ამჯერად არ გამოვიდა, ნაწუნებული ვარ კიდე იქნება, თუმცა აი მაინც სამივე ფინალი იყო რაღაცნაირად აი მეც მე ესე ვაცხადებდი რაღაც იქ რომ ტიტანების ომები იყო რა სამივე ხო ნებისმიერი აი რომელიც არ უნდა ავიღოთ იყო შერკინებები ოლიმპიური ჩემპიონების სოფლიო და ევროპის ჩემპიონების და ნუ დაგვირგვინდა საერთოდ სიგიჟით ხო რაც იყო გურამ თუშიშვილის და ლუკაშ კრპალეკის ესეთი მაგარი ომი და ბრძოლა და ფანტასტიკური ფინალები იყო. ხო, აი ფინალებზე მოდი ვთქვათ. 73 კილოგრამში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იდგა ფინალში ჩვენს წინააღმდეგ და აქედან ლაშა შავდათუაშვილი ევროპის სოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი აქ სწორი შეფასება რომ იყო ტიტანების შერკინება. რაც შეეხება 90 კილოგრამს 90 კილოგრამში ორი მსოფლიო ჩემპიონი იდგა ერთმანეთის პირისპირ, მაიდოვი და ლუკა. კი ბატონო. სადაც აქაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ესეც მარტივად შეიძლება რომ ტიტანების ბრძოლად შევაფასოთ, იქიდან გამომდინარე რომ ორი მსოფლიოს ჩემპიონი ერთმანეთს ევროპის ოქროს ხო, მედლისთვის ერკინებოდნენ ერთმანეთს. ლუკა მაისურაძე, ნემანია მაიდოვი, სერბეთი, ასევე, ნუ წლებია ხო ეს სპორტსმენი, მსოფლიო მოიგო ერთეს 17-ში ანუ ხთან მოყოლებული, რამდენი ხანია ეს ბიჭი მაღალ საფეხურებზე. და რაც შეეხება მძიმე წონის ფინალს, დრამატული იქიდან გამომდინარე იყო და ნამდვილად ტიტანების ბრძოლა იმიტომ იყო, რომ მძიმე წონის ფინალი იყო. ყველაზე პრესტიჟული წონის ფინალი იყო. კულმინაცია ჩემპიონატის. პლუს ამას ჩვენი კონკურენტი ლუკაშ კრაპალეკი იყო ჩეხი არის ევროპის მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი 100 კილოგრამში, ევროპის მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი არის მძიმე წონაში. ტოკიოს ოლიმპიადა დავთმეთ ჩვენ ზუსტად ფინალი გურამი დამარცხდა ლუკაშ კრაპალეკთან, სადაც 100%-იანი ლიდერი იყო, დომინანტი იყო, შეხვედრა ჩვენ მიყვავდა ფაქტიურად მანდაც ისეთი სენსაცია მოხდა, რომ სასწაული მოხდა, რომ ეგ ფინალი ჩვენ წავაგეთ. და რაღაცა ისეთი პრინციპული შეხვედრა არის ყოველთვის მასთან. გურამის მხრიდან ჩასატარებელი, პრინციპულად მისადგომია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული გურამის კარიერაში ლუკაშ კრაპალეკმა წაგვართვა და თვითონ გურამი ხომ ოლიმპიური ჩემპიონი, ენა მიყივა აუცილებლად მოიგებს, სოფლიო ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონი, ტიტულები დახუნძლული, თან რაღაცა რევანშისტული განწყობა, თან ის რომ ორი ამხელა ბუმბერაზის სპორტსმენი იდგა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და რა იყო ის რომ გამოდიოდნენ რაღაცნაირად აი სანზარებდა დარბაზიც, რავის ჩვენს ყველანი თვითონ ძალიან დიდები არიან და მომენტია სპორტულადაც დიდები. ლუკაშ კრაპალეკი წარმოგიდგენთ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ორი ოლიმპიადა აქვს სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოგებული, მსოფლიო სხვადასხვა კატეგორიებში და ვფიქრობ რომ ეს აი რაღაც მოვლენა არის მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში კრაპალეკი. საბედნიეროდ ეს შეხვედრაც ჩვენ სასიკეთოდ დამთავრდა. გურამი დამაჯერებელი იყო, ფაქტიურად არ მომერიდება ამის თქმა, რომ გურამა გადაუარა, გაანადგურა ფაქტიურად კრაპალეკი, ისე რომ მომდევნო შეხვედრებში ევროპაზე ნადგურის ამბავი გამოყვება კიდე გაიხარა. კი, და ესეთი კაი მომენტი იყო, რომ დასრულდა ანუ სპორტის აი ხიბლი ბევრამეში მანდაც არის ხო აი ის კადრები გურამის გამარჯვება მე ორი ამხელა ბუმბერაზის სპორტსმენის ერთად დგომა ერთმანეთს რომ იულოცეს ძალიან კულტურულად ორივემ ისე მოეფერნენ ერთმანეთს როგორც ერთსაც ეკუთვნოდა და მეორესაც აი ძალიან ისე რაინდულად მოიქცნენ ორივე და ვფიქრობ რომ ამას წინათ ვსაუბრობდი რომ სხვათა შორის ინტერვიუში რომ ყველა გუნდს რაღაცა ქვია ხო ზედმეტ სახელი. ხო, კი. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი იქნება რაინდების გუნდი ეწოდოს ქართული ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს.
იქიდან გამომდინარე რომ მართლა რაინდულად იბრძვიან, სუფთა ძიუდოს თავაზობენ ყოველთვის და ეს სტუმართ მასპინძლობა ეს გრძნობები, რა თქმა უნდა, ტატამზეც მიყვება ჩვენ გუნდს იქიდან გამომდინარე რომ თითოეული მათგანი ძალიან მაღალი დონის რაინდები არიან და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ დამკვიდრდება ეს იქნება ის შესატყვისი სიტყვა და შეფასება, რომელიც მოუხდება ნამდვილად რაინდების გუნდი ჩვენ გუნდს. მაგარია კი, რაინდების გუნდი, ხო? რაინდების ეროვნული ნაკრები და ამასთან გულშემატკივარის, ხო, რაინდები. რა, რამდენად თუ იგრძნო ეს გულშემატკივარმა, ამას არც თხოვნა უნდა, არაფერი ეს დაკანონდება თუ არა და მაგას შენი მე გამიჩნდება. მაგას შევხედავთ, რომ გულშემატკივარი რა თქმა უნდა ხდება ახლა, ხო? იგივე თუნდაც იმ პარლეკის მიმართაც რამხელა აპლოდისმენტებიც იყო. ეს რაღაცნაირი პატივისცემის გამოხატვაც იყო და ძალიან მაგარია რა. კიდე ალბათ ძიუდოს ეს ყველაფერი კიდე უფრო ამშვენებს რა და ესეთი მომენტია რა. მე მგონი ლაშა როგორ ფიქრობ 91 კატეგორიაც ასევე ტიტანების ბრძოლა იყო. რა თქმა უნდა. არა? ხო, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე ტიტულები თუ შევაფასებ, მაგრამ აი გულწრფელად გეუბნებით. სპორტულ ნაწილში მე ჩემი შეხედულებები მაქვს არბუზოვთან მის შესაძლებლობებთან მეც კონკრეტიკას აღარ გავაგრძელებ, იქიდან გამომდინარე რომ არ არის საჭირო მეტი. რა თქმა უნდა. ჩემი შეხედულება მაქვს, მიზეზები, გამომწვევი მიზეზები, რა როგორანაირად მოკლედ შევწყვეტ მაგაზე საუბარს. რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს, ნამდვილად გულწრფელად ვამბობ ამას, რომ ტატო გრიგალაშვილის შესაძლებლობები და ტატო გრიგალაშვილის რეალური ძიუდო ალოგიკურია განისაზღვროს არბუზოვით. იმდენად ძლიერი, იმდენად მეტი შესაძლებლობით არის ტატო გრიგალაშვილი. შეიძლება ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახდეს გაუგებარი ჩემი სიტყვები, მაგრამ მე რასაც ვფიქრობ გულწრფელად იმას ვამბობ, რომ ტატო გრიგალაშვილს რისი მოხდენად შეუძლია ტატამზე, ტატო გრიგალაშვილის ფიზიკური კონდიციები, ტექნიკა იყოფა და კონდიციები და მიმართულება ძიუდოში ფასდება როგორც ნევაზა, ისე დაჩივაზა, ისე ფიზიკური, ისე ტაქტიკური, ისე ტექნიკური მხარეები და ფაქტიურად ტატო გრიგალაშვილს წუნი არსად არ აქვს. სრულყოფილი ძიუდოისტი, რომელიც 1000%-ით პროფესიონალია, თავისი გადაადგილებით, თავისი მოქმედებებით, ყველაფრით ჩემთვის არბუზოვით გრიგალაშვილი ვერაზუს ვერ შეფასდება. და მასთან მარცხი არ შეიძლება რაღაცა არბუზოვის მარტო სასარგებლოდ ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, ტიტულები წაგვართვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე გულწრფელად მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ იმ თავარ კითხვას ამ ციკლში, ოლიმპიურ ციკლში, იმ თავარ ამოცანას, რომელზეც წერია პლუსი, გრიგალაშვილი, არბუზოვი თუ გრიგალაშვილი ნებისმიერი სხვაგვარები და უდრის ოლიმპიურ ჩემპიონს, აქ აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონის გრაფაში ჩაიწერება ტატო გრიგალაშვილი, ამაზე პასუხისმგებელი ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესე იქნება. და აქედან გამომდინარე შეიძლება მარტივად ითქვას, რომ ის სპორტულად დაკმაყოფილების თემა, რომ დაკმაყოფილდნენ და იკმარონ ის, რასაც იღებენ, იკმარონ, იმიტომ რომ ლოს-ანჯელესში მივა ტატო გრიგალაშვილი და მიანგრ-მოანგრევს მაგაც უყველას. და თან დრო ძალიან სწრაფად გადის. ფაქტიურად აი უკვე ეხა უყურებდი კალენდარს და ივნისიდან, როდესაც არის ულანბატორის გრან-სლემი მონღოლეთში, უკვე იწყება ოლიმპიური ლიცენზიებისთვის მარათონი, მოდი ესე დავარქვათ, ხო? და ბრძოლები, ხო. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ესეთი ფინალები ჩამბოთვალეთ და ნუ 60-იც ისეთი სპორტსმენები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, ხო? გიორგი სარდელაშვილი და ლუკა მხეიძე, რომელსაც და რაღაცნაირი ემოციური ფინალი იყო, ესეც რომ რაღაც ქართული ფინალივით გამოვიდა, ხო? იმიტომ რომ ლუკა იცის, ხო, გულშემატკივარმა ქართველია, ხო, რა თქმა უნდა. კი ბატონო. საფრანგეთის სახელით ასპარეზობს და მაგარი შედეგები აქვს. ეხლა სარდელაშვილს თავისთავად უკვე მსოფლიო ჩემპიონია ამ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში, მოქმედი იყო, ხო, ევროპის ჩემპიონი და ლუკა ორგზის პრიზიორი ოლიმპიური თამაშების ევროპის ჩემპიონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის ფინალის კი ისეთი იყო რა, ანუ ყველა ფინალი იყო აი სავსე რაღაც ესეთი ემოციური
მომენტებით და კი ბატონო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტიტულოვანი და თითქმის მსოფლიოში გამოჩნდა და ჩანს კიდევაც ის აშკარად რომ ევროპის კონტინენტი ძიუდოში არის წამყვანი. ძალიან ბევრი ჩემპიონები, ძალიან ბევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონება მოიყარეს ამ ევროპის ჩემპიონატზე თავი და ფაქტობრივად ისეთი ციფრები ხმე კონკრეტულად ციფრები არ მახსოვს, მაგრამ 8-7 მოქმედი არა, 8-7 ოლიმპიური ჩემპიონი იყო, მაგრამ მე ბაზილიაც დაემატა იტალიელი და მე ვფიქრობ, უფრო მეტი იყო ოლიმპიური ჩემპიონი. შეიძლება, ხო, მე 8 მახსოვს, რომ რაღაც თვლიდი რომ მეთქი რამდენია რაღაც რა და დაახლოებით 8 შეიძლება მეტი იყო, ხო, მაგრამ 8-ზე ნაკლები ნაღდათ არ არის რა, შეიძლება მეტი კი ბატონო. მე მარტივად შეიძლება დავთვალოთ, იყვნენ შავი და ბექაური, ხო, კი ბატონო. კრაპალეკი, ბასილე, ჰეიდაროვი, კოცოევი, უკვე 6-ია. ხო, კაი საკმარისია კიდევ ვიღაცა იქნებოდა. ხო, და ქალები, კრასნიჩი იყო ის კოსოვური, ალიჩებელანდი, ეს 8 და კიდე რო გავუქვექოთ კიდე რო სიღრმეებში შევიდეთ. მსოფლიო ჩემპიონებზე ხო, იქ შეიძლება მართლა აგვერიო სათვალავი, იმიტომ რომ და ევროპა ხო საერთოდ კი. ხო, მაგრამ ოლიმპიური ოქროები კიდე უფრო მეტი იყო, იმიტომ რომ 2 ბექაურს აქვს, 2 კრაპალექს აქვს და ეს მედლები რო გადავანაწილოთ, შეიძლება ყველაზე იყოს. კი, მედლების რაოდენობით მართალი ხარ, რა თქმა უნდა, ოქროს მედლების რაოდენობით კი 10 ანუ ესეთი ტიტანები დააბიჯებდნენ საქართველოს ჩემპიონების დათვლა კიდე მანდ უკვე არა მანდ უნდა დავსხდეთ ერთი ნახევარი საათი და საკმაოდ ისე შემადგენლობითი იყო ეს ევროპის ჩემპიონატი, რამაც სანახაობრივადაც ძალიან დიდი ელფერი შეძინა ამ ევროპის ჩემპიონატს და მე მაგალითად ძალიან ვისიამოვნე. კი ბატონო. აი რამდენი რამე ჩამოვთვალეთ ხო? ამდენი და ძალიან რთულია ალბათ ხო იყო ესეთი ეროვნული ესეთი ნაკრების თავარი მწვრთნელი. თავადაც თქვი რაინდები. კი ბატონო. და კიდე რამდენი სიტყვა შეიძლება აქ გამოვიყენოთ, მოვიშველიოთ ენციკლოპედია და ლექსიკონები გადავშალოთ რომ რაღაცა ესეთი სიტყვები მოვიძიოთ, რომელიც მიესადაგება ჩვენს გუნდს, ხო? ძალიან რთულია რა, ალბათ აი რომ შევადაროთ ფეხბურთში, თქვათ აი რაღაც ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელები იყვნენ ხოლმე ალბათ ესეთ სიტუაციაში. გიფიქრია ამაზე, რომ რამდენად რთულ ან თუნდაც არგენტინის ან არ ვიცი ხა აქეთ რაღაც წამოვიდეთ რა, ნუ აი ეს სირთულე ამდენი ტალანტი, ამდენი ტიტულის მქონე კაცი ანუ გუნდთან მუშაობა რა, ამის თქმა. ხო, ჭანო, რეალურად ეს არ ვიცი რამდენად თამდაბლური ნათქვამი იქნება ჩემის მხრიდან, მაგრამ მე ესეთი გუნდი არ ჩამიბარებია. ანუ ამ გუნდს ბავშვობიდან ჭაბუკობიდან ესე რომ მივყევით პროექტი 2020-დან და გუნდს გავყევი და ავყევი ეროვნულ ნაკრებამდე. აქედან გამომდინარე ის ფაქტორი, რასაც სირთულე შეიძლება იყოს, ეხა ესეთი გუნდი რო ჩაგაბანონ, დარწმუნებული ვარ, იდეა როგორც კი წამოვა, მანდ არის უკვე სირთულე, რომ ამ გუნდთან გაკარება ესე მარტივი არ არის, მე ამას ვაცნობიერებ და მესმის. მაგრამ ჩვენ იმდენად ერთად შევქმნით ეს ყველაფერი და იმდენად მარტივად მისაღებია ეს ყველაფერი ჩემთვის ამ ნაწილში, რომ მაგაზე არასდროს არ დავფიქრებულ ვარ. მაგრამ ის ფაქტორი, რომ მე პასუხისგებლობა მაქვს, რომ თვითონ ეროვნული ნაკრები გარდა იმისა, ამას თუ გამოვრიცხავ და აქედან გამოვალთ, რომ ტიტულებით და ამ ყველაფრით თუ არ შევაფასებთ, ეროვნული ნაკრები როგორც სახელმწიფო ინტერესი, რა თქმა უნდა, სირთულეა და დიდი პასუხისმგებლობა და ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი სირთულე იმაშია, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა. თითოეული მათგანი განსხვავდებიან, თითოეული მათგანი განსხვავებულია, ყველას თავისებური შეხედულება აქვს, ყველა რაღაცნაირად ყველა ერთი იდეის გარშემო უნდა მოაწყო და ყველას იდეას ცალკე აღებული შენ უნდა მოეწყო, რომ ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ, მუშტის ბრახუნით, დასჯებით, ნაკრებიდან გაშვებებით და ამებით არ მოგიწიოს და ვფიქრობ, რომ მარტივი არა. არა ხო, მუშტის ბრახუნი იწევს.
არა, მე არ ვარ თვითონ ესეთი. მაგრამ მუშტის ბრახუნით ვერ ვიტყვი რომ მუშტის ბრახუნი მიწევს, მაგრამ ვფიქრობ რომ რაც უფრო მეტი წარმატებულია გუნდი, იქ ცდუნების საშუალება უფრო მეტი ხდება, მეტი ჩნდება და ეხლა ამ წუთას ვარ იმ პოზიციაში და იმ დამოკიდებულებაში რომ არ მინდა მუშტის ბრახუნი, მაგრამ კატეგორიულობა, სპორტულობის მოთხოვნა, დისციპლინის მოთხოვნა, ვფიქრობ რომ მობილიზება მართებს, რომ ვიყო შეუპოვარი და ეს ამ ყველაფერზე ვიყო მომთხოვნი არა ოღონდ მუშტის ბრახუნის ხარჯზე, არამედ რეალური სურათის დანახვებით, რომ ეს ჩვენ აქ არ გვარგია, ეს არ გამოგვადგება ხათრით, გათვალისწინებით, მოთხოვნა, ეგეთი რაღაცები აქ გამორიცხული თემა. იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა ჩემი ესეთი მადლიერებით, რომელიც მე მაკავშირებს ჩემ გუნდთან, მადლიერებამ ისევ მათ შეუშალოს წარმატებაში ხელი და განვითარებაში. ჯობია მე ვიყო ბუა და თვითონ იყვნენ მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები. რაინდები. სხვადასხვა სამწვრთნელო შტაბიც, რომელიც არაერთი სამწვრთნელო შტაბი უნიკალური შედეგის მქონე სპორტსმენი. წელს დაგვასახელეს ყველანი ერთად IGF-მა წლის საუკეთესო სამწვრთნელო შტაბი. აი კი ბატონო, რა თქმა უნდა. და ეს რა თქმა უნდა მადლიერების ნიშნად შემიძლია კი არა და ვალდებულიც ვარ და ესეც არის, რომ დავასახელო ის რომ აქ წარმატებებში როცა სამწვრთნელო თემაზე მიდის საუბარი, ჩანს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ეს მარტო ნაკრების მთავარი მწვრთნელის გაკეთებული საქმე არ არის. ეროვნულ ნაკრებს ყავს მწვრთნელები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ. ჩემი ასისტენტები არიან გურა მოდებაძე, ამბაკო ავალიანი, ლომერ ჟორჟოლიანი, გიორგი ბაინდურაშვილი, ადამიანები, რომლებიც აი ამ წარმატებას ქმნიან. ამ წარმატებას ქმნიან იმდენად, რამდენადაც მე ვარ ამ ყველაფერში ჩართული, ვგულისხმობ, ოჯახებს მოწყვეტილები ვართ. მთავარი მათი საზრუნავი და დამოკიდებულება დღეს არის ეროვნული ნაკრები, რისთვისაც მადლობა მინდა მათ გადაუხადო და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პოზიციურად დგანან ჭრდილში, მაგრამ ლომის წვლილი აქვთ წარმატებაში და ასე რომ ეს გუნდი დასაფასებელია. და მათ გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია წარმატების მიღწევა. რა თქმა უნდა, კი და თან შემდგომ კიდე ასევე ახალგაზრდული ასაკიდან მოდიან იგივე ჭაბუკები, ახალგაზრდები. ეგ უკვე სისტემის ნაწილია, სადაც რა თქმა უნდა, ისეთი საკმაოდ გამოკვეთილია ჭაბუკების და ახალგაზრდების წარმატებები, ნაკადი მაქედან უნდა შეივსოს, ჭაბუკებს ხელმძღვანელობს გიორგი ყიზილაშვილი, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად ართმევს თავის საქმიანობას ხელს, იმას თავს ართმევს. ახალგაზრდებში მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქართული ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა ირაკლი ცირეკიძე წვრთნის ახალგაზრდებს და ის შეუპოვარი ხასიათი, რომელიც ირაკლის აქვს და ის დამოკიდებულება ძიუდოსთან დარწმუნებული ვარ, ჩანს კიდევაც და უფრო მეტად გამოჩნდება. მისი ხასიათი არ შეიძლება ვერ გაძლებ უბრალოდ როცა ძლიერია მეთაური, როცა ბრძოლისკენ, შეუპოვრობისკენ არის მოწოდებული, იქ სხვანაირი ვერ გაიზრდება და ირაკლის უსაც ესეთ ნაკადს გვაწვდის ეროვნულ ნაკრებს. ამიტომაც დასახელდით, თქვენ როგორც IGF-ი ახსენე, ხო? საუკეთესო სამწვრთნელო მიღწევა, ხო? საუკეთესო მწვრთნელები, ხო? საუბარია ნაკრებზე, დიდიძე, როგორც თქვენ ასევე ქალთა, ხო? პარიზში იყო ეს დაჯილდოება, ხო, თქვენ დაჯილდოვთ ასევე გია თენაძე, ხო, ქალთა მიმართულებით და მთლიანობაში ეს გუნდი, ხო, რომელიც ხართ ასევე საექიმო პერსონალი, ხო, რომელიც მედიცინაზეც აუცილებლად უნდა ითქვას. ჩვენ გვყავს ძალიან ენერგიული, მოტივირებული და ძალიან პროფესიონალი ფიზიოთერაპევტები, გვყავს ექიმები. ავთანდილ თელია, გიორგი მგელაძე და დიმა ბაღათურია, რომლებიც მუდმივად მწვრთნელების მსგავსად ატარებენ მთელს თავის ცხოვრებას გუნდთან ერთად. ადამიანებს, რომლებსაც ყავთ თავიანთი ოჯახები, შვილები და ესე თავდადებით შრომობენ ისინიც ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ შეიძლება არ ითქვას, რომ
იმ დიდი სათავის, რომელიც ზურაკ ახაბრიშვილმა დაიწყო, ზურაკ ახაბრიშვილის შექმნილი სისტემა არის და ზურაც თავდაუზოგავად მაქსიმალურად შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყოველთვის ჩვენ გვერდშია და მათ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის იქიდან გამომდინარე რომ რასაც აკეთებენ თავიანთ შესაძლებლობაში მაქსიმუმს და ეს ძალიან დასაფასებელი ფაქტია. რა თქმა უნდა, შედეგი ამიტომაც არის, თუნდაც ახლა იგივე ეჯუს ევროპის იუდოს კავშირის დაჯილდოების ცერემონიაზე კიდევ ერთი ტიტული, ხო, დასახელდით წლის საუკეთესო გუნდად. აქ შერეულ გუნდზეა საუბარი და იგულისხმებით ყველანი ერთობლივად, ხო, მოდი ეს ვთქვა. სპორტსმენები, შტაბი. ხო, როგორც ბიჭები, გოგონები, შტაბი, საიქი პერსონალის შემდეგ და თორშორის იმ დაჯილდოებაზე ესეთი მომენტი იყო, ხო? კიდე იცი რა ძალიან ესეთი სერიოზული საუბარი რო არ გამოგვივიდეს, თუმცა სერიოზულები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ სერიოზულ თემებზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ გამტვირთვაც კარგია და იმ ცერემონიაზე რაღაცნაირი ესეთი момენტი იყო, ხო, თქვენ ყველა მეცისო, თქვენ ძალიან კარგად ღერით, ხო? მუსიკალური გუნდი. თქვენ და ბიჭები და ასე შემდეგ და მე მგონი სცენაზეც მოგიწიათ გამოსვლა, ხო, რაღაც ესე მახსოვს, ხო? კი, კარგად გახსოვს, ჭანო. თავმდაბლობის გარეშე შეგეძლო ეს ყველაფერი გეთქვა. ხო, განწყობისთვის, როცა საზეიმოა განწყობა, რა თქმა უნდა, როცა გემღერება, კაცმა მაშინ უნდა იმღერო, როცა გემღერება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მე შაბაშებზე არ ვმღერი და არც ერთი ჩემი გუნდის წევრი არც უკრავს და არც მღერის შაბაშზე. ეს არ არის ჩვენთვის პროფესია, ეს არის ნამდვილი ხასიათის გამოვლენა და იმ განწყობის შედეგი, რა განწყობაზეც ვარ, როცა გემღერება ადამიანს აუცილებლად უნდა იმღერო და მე ამ ევროპის ჩემპიონატზე რა თქმა უნდა მემღერებოდა და ვიმღერე კიდევაც. აბა რა, ხო, იქ ოთონემსაძე იყო, ხო, რომ დუეტში ვიმღერე. დუეტი იყო, იქვე უცებ შეიქმნა, ხო? კი ბატონო. კი, ოთოს თვითონ ჩემპიონატზეც შეასრულა 1-2 სიმღერა, მაგრამ იქ სცენაზე უცებ მოხდა სპონტანურად და რაც უცებ ბუნებრივად ხდება, ყველაზე მაგარი ემოციები. ხო, ჩამოვარდა რაღაცა მაგიდასთან მიჯექით. კი. ჩამოვარდა, იმღერებ, არ იმღერებ, იქ რეპლიკები, რომ არათუ ხარ ესეთი კომპლექსი, მე ვარ კომპლექსი, მეთქი განახებთ, ვინ არის კომპლექსიანი, მეთქი ავდგები, ვიმღერებ, რა დავაშავე არაფერი. არა, პირი ძალიან მაგარი იყო და ჩვენ კადრებიც გვაქვს მაგასთან დაკავშირებით და შეიძლება, მგონი, თქვენი ნებართვის, რა თქმა უნდა, ეს კადრები ვაჩვენოთ. იმიტომ რომ ხო და ესეთი გამტვირთვები, ესეთი შედეგები, ესეთი ემოციური წნეხის დროს ამდენი აუცილებელიც არის, ხო, ასევე ცნობილია თქვენი გატაცება კიდე ბოლო პერიოდში სასტენდო სროლა არის, ხო? კი ბატონო. სწორია. უკვე ტურნირებზეც გამოდიხართ. ხო. შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როცა მაქვს საშუალება მაგალითად სისტემატიურად განტვირთვის საშუალება, როცა მაქვს ჩემ თავთან, დავრჩე მარტო. სამწუხაროდ ხშირად არ მაქვს, ძალიან ბევრი ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას გამოვაკლდი, მაგრამ ეს ყველაფერი და დრო ყველაფერი ხმარდება ძიუდოს. ჯერ არ ვარ იმ ეტაპზე, რომ მას იმდენი დრო დაუთმო, თუმცა ჩემთვის ძალიან ისეთი ჰობი აღმოვაჩინე, გატაცება, სადაც მომწონს ჩემი თავიც, თვითონ ეს მიმართულებაც და მაქსიმალურად გულშემატკივრობ ჩვენ სპორტსმენებს, ძალიან ბევრი ისეთი თვალსაჩინო, თავდადებული სპორტსმენები ყავს მანდაც და ვფიქრობ, რომ სულ მალე მაგ სპორტის სახეობაშიც გვექნება ოლიმპიური მედლები, რასაც ძალიან გამახარებს მე და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. ნამდვილად შეგვიძლია ქართველებს ვიყოთ აქ წარმატებული სროლაში, სასტენდო სროლას გულისხმობ, მაგალითად მე ძალიან ბევრი თავდადებული სპორტსმენი მინახავს და ხედავ დღეს ერთ-ერთს უпростоრად ერთ-ერთ თავდადებულ სპორტსმენს რომან გოგოლაძეს, რომელიც ათენებს, აღამებს, ძალიან ბევრ შრომას დებს ამ სპორტის სახეობაში და შედეგი აუცილებლად იქნება და აუცილებლად დაუფასდება მას მე ამის იმ წამს და მჯერა რომ ის მოიპოვებს პირველ რიგში ოლიმპიურ ლიცენზიას და შემდეგში უკვე ოლიმპიურ თამაშებზე ან შეიძლება უკვე ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზეც კი გამართულ ჩამოყალიბებულ სპორტსმენზე გვაქვს საუბარი რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია და გულშემატკივარი მას უსურვოთ წარმატებები ჩვენი წარმატებები უსურვოთ ძალიან მადლობელი ვარ ჭანო მაგ ფაქტს შეეხე იმიტომ რომ ამ სპორტს როგორც პოპულარიზაცია ისე გვერდში დგომა მხარდაჭერა ჭირდება და მადლობა შენ ამისთვის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, წარმატებები ყველა ამ შემთხვევაში, ამ მიმართულებითაც ხო, სასტენდო სროლა.
და საინტერესოა რომ თქვენი გატაცებაც საინტერესოა ხო ეხლა რა თქმა უნდა ამ მიმართულების და სხვათა შორის გატაცებულები არიან მეტნაკლებად სასტენდოს როლით და მაგათად გრიგალაშვილს მოეწონა ძალიან რამოდენიმეჯერ თუშიშვილიც არის ნამყოფი თვითონ ტურნირზე არის არა შეჯიბ იმაზე ვარჯიშზე სტენდზე ლაშაშავდა თუაშვილი ბიჭები განტვირთვის დრო როცა გვაქვს ზოგი სტენდზე მიდის ზოგი ნადირობს და ეს გატაცება გუნდში რაღაცა მოდურია ჩვენი და ვის რა რომელი მაგარი სპორტული იარაღი აქვს და ამ თემებზე მიდის რა თქმა უნდა მსჯელობები რჩევები და ჩაცმულობა ამუნიცია ეკიპირება სანადირო სპორტული ეგეთ რაღაცებზე მთელი პროცესი არა სასიამოვნოა ის რომ მათი გატაცებაც მათი ჰობიც ისევ სპორტს უკავშირდება იმიტომ რომ რაღაცებში განტვირთვა გჭირდება და აუცილებელია რომ სადღაც გამოვიდეთ იმ ძიუდოს ფსიქოლოგიიდან და სხვა რამეში რომ მოუბრუნდებით უფრო ფრეში იყოს სპორტსმენის გონება, ხასიათი, შინაგანი განწყობა და ძალიან მიხარია, რომ გუნდში ძალიან ბევრი ნადირობს და ამ თვითონ იარაღთან დამოკიდებულებაში, სპორტულ სროლასთან დამოკიდებულებაში ძალიან ისე მოხიბლულები არიან. ცოტა შორის კი ხშირად ჩვენს ფოტოებიც გვინახავს, ხო? სხვადასხვა საქართველოს სოლოსო ლამაზ ერთადერთი გამონაკლისი გვყავს ილია სულამანიძე, რომელიც ილიას მოსაწონი იარაღს ვერ ავიტანთ ფორტეპიანოს იქ თაში და მინდორში ვერ გავიტანთ, თორე ილია თავის ფორტეპიანოთი ინადირებდა. ხო, თან შეიძლება ილია ყავს მუსიკოსი, მაგრამ მაგი ვერ ჩავითრიეთ. ლაშა კი ილია ისე უკრავს რომ იქ რო დაუკრას თავისი იარაღით მე მგონი ნადირი პირ მოვა ხო მაგრამ იმითი ელექტრომოწყობილობები და სხვა საშუალებებით ფრინველების მოზიდვა აკრძალულია კანონით და ჩვენს შესაბამისად კაი გატაცებებია თევზაობთ ნადირობთ რაც ისე რა ბუნებასთან გვაახლოვებს რაც ისეთი ჯანსაღია და რასაც სიბოროტე და ზიანი არც ადამიანებისთვის და არც გარემოსთვის არ მოხს მსგავსი თემებით არიან ჩვენი ბიჭები დაკავებულები და ძალიან მისასალმებელი და მე პირადად მივესალმებ. ცოტა შორის კი აი ხა ფოტო ლუკაშ კრპალეკის რაღაცა ფოტოებს ვათვალიერებდი მისი გატაცებების და ძიუდოს გარდა ხო თქვა აი მასაც ეს თევზაობა ყვარებია როგორ ჩანს ძალიან ბევრი სპორტსმენები მაგალითად აი ძალიან ბევრი მსოფლიო ოლიმპიური ჩემპიონები ვიცი რომლებსაც პროფესიათ აქვთ ქცეული სპორტის შეწყვეტის შემდეგ ნადირობა, თევზაობა, იარაღის რაღაცა ინსტრუქტორობა და ძალიან ახლოს არის რა იმ რაინდულ სულთან, მებრძოლ სულთან თან ეს ყველაფერი რომ უბოროტო გზით სასარგებლო გზაში იპოვნო ამ ყველაფერში დახარჯვა ვიდრე ის რომ რაღაცა იარაღი არ არის მარტო ბოროტმოქმედებისთვის შექმნილი იარაღი არის სპორტული ნაწილი რომელიც შეგიძლია სპორტულად გაისეირნო დაისვენო და ის ემოციები დახარჯო რასაც თოფით სროლას მოაქვს ძიუდოს გეგმებზე მოდი დაუბრუნდეთ სურვილებზე რომ ვისაუბროთ მოდი დაუბრუნდეთ ტატამიზე და დაუბრუნდეთ ხო ვთქვათ რომ ივნის ხო ნუ ესე იგი სენტროსო ეხლა ნუ ტაჯიკეთის სლემი არის მე ყაზახეთის სლემია ალბათ აქ ფაქტიურად არ მივიღებთ მონაწილეობას ვემზადებით და მოვემზადებით მონღოლეთში გასამართ გრანდ სლემისთვის კი ბატონო მე შვეიცარია მოდის ესე ტურნირები ჩავერთვებით მაქსიმალურად ტურნირებში 19-21 ივნისი არის მონღოლეთი კი ბატონო ჩვენ ჩინეთი ებმის მართალია მაგრამ შეიძლება არა ჩინეთს არ გამოვიყენებთ დიდი ალბათობით და მონღოლეთთან იწყება რაც თქვით ეს იწყება ჩვენს ჩავერთვებით ამ ფერხულში ოლიმპიურ ლიცენზიებს გულისხმობ და ძირითადი მიზანი არის სოფლიოს ჩემპიონატი წლეულს გასამართი. ნუ წელს რა მიზანი ზოგს. რა თქმა უნდა, წლევანდელი სოფლიო ჩემპიონატის თითოეული გადადგმული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში არის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ნაწილი, გამოუკვეთოთ რეალური გუნდი ოლიმპიური თამაშებისთვის, გამოიკვეთოს და წარვდგეთ ლოს-ანჯელესში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე. იმ შემადგენლობით, რომელიც უმაღლესი სინჯებისთვის იბრძოლებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება. რა თქმა უნდა. ლაშა ძალიან დიდი მადლობა.
რა თქმა უნდა ძალიან ბევრ თემაზე შეგვიძლია ჩვენ საუბარი და კიდევ გვექნება ამისთვის რა თქმა უნდა დროც სურვილიც სიხარულიც ამაზე სასაუბროთ ხო? ერთმანეთს. და ეს ყველაფერი იმიტომ რომ წინ ძალიან ბევრი ტურნირია, მზადება, როგორც თავად აღნიშნე ხო, სულ მალე. ანუ დასრულდა რაღაცა ანუ სპორტში ესე არის ხო, რაღაცა დაუშვათ ეტაპი დასრულდება, მაგრამ ეგრევე ახალი რაღაცა იწყება ხო? ეს ხო არ გეცნობა ეს ჭიქა. არის უბრალოდ ჭიქა კი რაც ჭიქაზე რაც წერია. აბუ-დაბის მსოფლიო ჩემპიონატიდან. ხო, მაგრამ ეს ხო ძიუდო აბუ-დაბი რაღაც ძიუდოსთან კავშირშია და ეს ციფრი კიდე პლუს ამას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასტენდო სროლაში, ძალიან მნიშვნელოვანი არის 25 თებშის გატეხვა, იმიტომ რომ სერიაში გაქვს 25. და ეხლა ვფიქრობდი, მაჩუქებდი თუ რა გავაკეთო, როგორ წავიღო ეს სახში. ხუმრობ, რა თქმა უნდა. ხო არა, ეს ასე იგი 25 ის უნდა გაარტყო. ანუ 25 ციფრი 25 არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო. და ძიუდო და 25 ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მომენტებია. ძალიან მაგარი არის. იცი როგორი მომენტი არის, მაშინ ესეთი რაღაცა გათხოვე, ცოტა ხანი კონდეს, არა? ცოტა ხანი. ამ გადაცემის ბოლომდე იდოს მაგიდაზე და გადაცემის შემდეგ რა თქმა უნდა ერთგვარი სუვენირი ძალიან გამიხარა თორშეს რომ ეს ესეთი დამთხოვა მოხდა ხო? კი, აი გეუბნები გულწრფელად 20 ანუ აი იპონები გამარჯვება ხო უსურვებენ და სასტენდო სროლაში არის 25 ძმა 25 გაგეკეთებინოს რამდენ 25-ს გააკეთებ იმდენად ანუ სერიას 25 აფასებს რა ესე იგი ქალბატონებო და ბატონებო აი ეს სამახსოვროთ მადლობა ბატონ ლაშა გუჯეჯიანს გადაეცემა უცებ გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი რა თქმა უნდა და შევავსოთ მოდი ახლა ეს ჭიქა ჩვენ რაღაც ისეთი სასმელით რაღაც არა წყალი სპორტულად სპორტულად და ძალიან დიდი სიხარულით გადმოგა მადლობა დავაფიქსიროთ ეს ციფრი ძიუდოს ლოგო ძიუდოისტები აქ ძიუდო IGF-ის ლოგო და რაც თავარია კიდე აქ 25 ციფრი ძალიან მაგარია თან ამ სოფლიო ჩემპიონატზე მაგარი შედეგი გქონდა რომელიც ჩემთვის საოცნებოა რომ მივახციო იმდენს რომ სერიაში 25-დან 25-ვე გავტეხო და ასე რომ ამ ჭიქას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ჩემს ოჯახში ძალიან მაგარია და ერთი თხოვნა გვექნება რომ შემდეგზე რომ მოგიწევთ ამ ჭიქით რომ მოხვიდეთ კი ბატონო ფონისთვის წამოვიდეთ ლაშა ძალიან დიდი მადლობა მადლობა შენ ჭანა მადლობა და ყველა იმ სურვილის ასრულებას გისურვებ რაც ჩაფიქრებული გაქვს როგორც მთავარმწვრთნელს როგორც ადამიანს რომელიც სპორტში ხარ ამდენი წელია ხო მოყოლებული რა ვიცი ჩვენ ამდენი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ და მანამდეც ხო ასე შემდეგ და ყველა სურვილი აღსრულებოდეს და დარწმუნებული ვარ ჩვენ კიდევ ბევრჯერ მაგარ ამბებზე ვისაუბრებთ და ერთმანეთს შევხვდებით და მიულოცავთ და ასე შემდეგ და აუცილებლად ეგრე იქნება გამოვცლით ესეც ხომ მართალია კი ბატონო ძვირფასო მეგობრებო დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი